ამერიკის ვიზაზე არის ცვლილებები და მოგეხსენებათ ჩვენ უკვე 9 წელი ამაზე ვმუშაობთ და მინდა ერთი რამ გითხრათ მეგობრებო, რომ ობიექტურად ვინც შეხედავთ ამ ყველაფერს, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო გართულდება ამ მომენტისთვის დღევანდელი ამერიკის მთავრობის ფონზე. დღევანდელი მოცემულობით 1 ოქტომბრიდან ევროკავშირში და მთლიან ევროპაში, კონკრეტულად ესპანეთში შემოვიდა ეს ვიზა ინტეგრიტი ფის დანამატი. ანუ ასე ვთქვათ, თუ აქამდე ვიზაზე მხოლოდ ვიხდიდით მოსაკრებელს და სისტემაში აქტივაცია, რომ ასე ვთქვათ, ყველაფერი დეტალურად გავუკეთებინა, ეხლა დაემატა ვიზა ინტეგრიტი ფი, რაც არის დაახლოებით $250 და ამ თანხის დამატებით, რა თქმა უნდა, უფრო გააძვირეს ამერიკის სერვისები. მაგრამ ყველა ქვეყანაში ეტაპობრივად შევა ეს და ასევე მეორე კითხვასაც უპასუხებ ამერიკასთან დაკავშირებით, ის რომ აი მაგალითად მე თუ ვარ რეზიდენტი ესპანეთში და ვარ საქართველოს მოქალაქე, აუცილებლად უნდა შევიდე საქართველოში. არა, ამ შემთხვევაში უნივერსალობის კანონი არ არის, რაც გეჩვიდეთ შეხვიდეთ, მაგრამ ის უნივერსალობის კანონი, რაც რომ აი თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, საქართველოში უნდა შეხვიდე, ნოემბრიდან შევა ძალაში, ამიტომაც ვინც ამერიკაზე ხართ დაინტერესებული და აქაური რეზიდენტები ხართ ესპანეთის ან ევროკავშირის, მაშინ შეგვიძლია ვიმუშაოთ ამ თემაზე, შეგიძლიათ WhatsApp-ში მომმართოთ COVID-19 ნომერზე და მე მაქსიმალურად ვეცდები დაგეხმაროთ და ყველა საკითხი დეტალებში განვიხილოთ. მადლობა თქვენი ყურადღებისთვის, პატივისცემით თქვენი იურისტი ლუკა რუსტომაშვილი.